მოგესალმებით, თითოეულ თქვენთანაც მადლობა რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმისთვის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მისცემთ გაგესწრებით, მე ვარ კატო. პირად დიაგნოსტიკასთან მომწეროთ დაკავშირებით მომწეროთ მითითებულ ნომერზე, რომელსაც უთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ, რაც შეეხება დღევანდელ გაშლას. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო ესეთი პატარა გაშლა, რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში პარტნიორს. რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში, ნახოთ, რა ურთიერთობაზეა საუბარი და მერე მისი გეგმები თქვენთან მიმართებაში რა იქნება. ნახოთ. რა ურთიერთობა არის? აქ არის ურთიერთობა, სადაც ადამიანები შესაძლებელია უკვე ძირითადად ოჯახური ურთიერთობის მდგომარეობა არის, ან უბრალოდ სიტუაცია, სადაც კონტაქტი შეიძლება ითქვას რაღაცა ისეთი უკვე გადადის ხოლმე შეყვარებულობიდან დაოჯახებისკენ, ხო? ესე რომ ვთქვათ, აქ ვიტყოდი, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს მოვიდა აქ სასაუბროთ, არ ვიცი რატო ოჯახს რა აქ სასაუბრო, მაგრამ ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან თანაცხოვრებაში. ხო, თანაცხოვრებაში შეიძლება უბრალოდ წლების ურთიერთობა, რომელიც სამყაროსთვის უკვე თითქმის ერთ ოჯახად ახართ შეკრულები, ხო? კარგით, ნახოთ. საკაუცნაურია, მაგრამ ვნახოთ, შესაძლებელია რა მომენტი იყოს, ისეთ აქ ერთ-ერთი პარტნიორი იყოს, თქვათ, წასული სხვა ქვეყანაში, ან რაღაცა ესეთი მსგავსი მომენტი. ნახეთ, ერთად ვართ, მაგრამ ერთად არ ვართ. ნახოთ, რა გადაწყვეტილება აქვს, რა გეგმები აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში. თუ ელოდებით თქვენს მასთან წასვლას, რა გეგმები აქვს, გეგმებს რაც შეეხება, აქ ცოტა უცნაური გეგმებია, იმიტომ რომ ადამიანი როგორც ჩანს აპირებს ურთიერთობის გაშვებას, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აქ როგორც ჩანს არჩევანს ашკარად ადამიანი სხვა ურთიერთობაზე აკეთებს, არ იცის, მაგრამ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, სიმართლე გითხრათ. ვიცი, ვისთვის არის ხა ეს ინფორმაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის სიტუაცია, როდესაც რას გეგმავს. რაც არ უნდა რთული იყოს, რაც არ უნდა ძნელი იყოს, რაც არ უნდა ემოციები კონდეს ადამიანს რატომღაც აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ურთიერთობა არის დასაშლელი. შეიძლება ითქვას, აქ იყოს რაღაცა მომენტი, როდესაც მანიპულატორული მომენტები ან მაგიური ზემოქმედება იყოს, ან უბრალოდ ადამიანს კონდეს ძალიან დიდი ეჭვიანობის მომენტი და იმიტომაც არის, რომ თუ თქვენ ხართ ცალ-ცალკე ქვეყანაში, შესაბამისად ეჭვიანობა